მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ გადმოდგავს ჩემსკენ ნაბიჯს და რისთვის. დღეს გვაქვს სამი პოზიციანი გაშლა, ერთიეთ პოზიციები, როგორც ყოველთვის ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით დაუჯერეთ თქვენს ინტუიციას, შინაგან ხმას და თუ მაინც არ რეზონირდა პოზიციის შეცვლა ან გადარჩევა შეგიძლიათ ან თუ ამის სურვილი უბრალოდ გაგიჩნდათ. რა თქმა უნდა შეიძლება რომ შეცვალოთ არჩეული პოზიცია. ასევე უკვე ჩაწერილ ვიდეოებს იმ შემთხვევაში შეგიძლიათ უყუროთ თუ გაინტერესებთ. არ მიაქციეთ ხოლმე ყურადღება, როდის დავდე ამა თუ იმ საიტზე, რადგან ვიდეო მაშინ იწყებს რეზონირებას, როდესაც მას ჩავთავთ, მოусმენთ და თუ ჩვენზე რეზონირდა, თუ საჭირო ინფორმაციას ვიღებთ, ეს გვეხება ამ შემთხვევაში ჩვენ. კიდევ, ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, მომწერეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკს ვტოვებ ხოლმე, როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველში, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ, მომწეროთ დეტალებზე ვისაუბროთ. ასევე როდესაც ვიწყებთ ვიდეოს ყურებას, ჩემი თხოვნა არის ხოლმე, რომ შევხვდეთ ინფორმაციას დადებითი პოზიტიური ენერგიებით და გავუშვათ ნეგატივი ფრაზი. ამ შემთხვევაში, ვინც პირველი პოზიცია აირჩიეთ, მათ მოგმართავთ, მოგესალმებით, დავიწყოთ გაშლის წაკითხვა, ინფორმაციის მიღება და ნახოთ, ვინ გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს პირველებო და ასევე გავიგოთ, რა თქმა უნდა, რა მიზნით. აქ 7 ხმალი გვაქვს, ეს არკანი ცოტათი ესეთი გამაფრთხილებელი არკანი არის და გაფრთხილებაში რა შეიძლება რომ მოვიაზროთ. დავიწყებ ინფორმაციით, რომ ასეთ პიროვნებებთან, როგორიც ეს პიროვნება იქნება და გადმოდგავს ნაბიჯს, როგორც წესი, რაღაც დისტანციას თავიდანვე იკავებთ ხოლმე, რაღაც დისტანციას იცავთ. ეს არის ის ადამიანის კატეგორია, რომლისგანაც გინდათ ხოლმე, რომ თავი შორს დაიჭიროთ. რადგან რაღაცა ინტუიციურად წინასწორ გრძნობთ ხოლმე, რომ კარგის მომტანი არ არის. არ შეიძლება იყოს ესეთი ადამიანი კარგის მომტანი. ან ეს ინტუიცია შეიძლება იყოს დაფუძნებული რაღაც წარსულის გამოცდილებებიდან და უკვე გადაწყვეტეთ, რომ ასეთ და ასეთ ადამიანს აღარ შემოუშვებ, ვინც ასე იტყვის, ან ვინც ამ კომპლიმენტით დაიწყებს ჩემთან ურთიერთობას, ან ვინც პირველ პაემაზე სადღაც დაამპატიჟებს, აი რაღაც გააქვთ რა ჩამოყალიბებული ჩარჩო, აი ამ ასე ვთქვათ, ამ ჩარჩოში თუ რაღაც ისეთი გააჟღერა ადამიანმა, ხვდებით, რომ რაღაც ისე არ არის, რაც თქვენ გსიამოვნებთ და საფრთხის მომტანი არის. ან შეიძლება ეს ადამიანი ამბობს, რომ საერთოდ არ ვეტანები ალკოჰოლს, მაგრამ საღამოს მიწერთან დარეკავს და აშკარად ხვდებით, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის. აი რაღაც ისეთ სიტყვას იტყვის, რომ თქვენ მიხვდებით, რომ ეს არის თქვენთვის წითელი ხაზი. მიუღებელი. ამიტომ თავს შორს იჭერთ ხოლმე ესეთი პიროვნებებისგან, ან შეიძლება რაღაც კრიტერიუმები გქონდეთ ისეთი, ან პირდაპირ ვიტყვი, ესე იყოს წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. პირობითად ვამბობ, შეიძლება გქონდეთ ესეთი წესი დადგენილი, რომ აი აღარასდროს შევხვდები სამხედროებს, აღარასდროს შევხვდები ექიმებს. პროფესიითაც კი შეიძლება რაღაც გქონდეთ ესეთი, ხომ? ეს რა თქმა უნდა პირობითად უცებ რაც გამახსენდა ის პროფესიები ვთქვი. კიდევ მაგრამ შეიძლება იყოს აქ პირდაპირ ზოგიერთ თქვენთაგანისთვის, რადგან არის საჯარო გაშლა, ეს ეხებოდეს ერთი ყოფილს, კონკრეტულ ყოფილს, რომლის მოსვლაც კატეგორიულად არ გსურთ თქვენ ცხოვრებაში და ზუსტად მან გადმოდგას ნაბიჯი, ხომ? აი განვიხილოთ ყველა შესაძლო შემთხვევა, რადგან საჯარო თემაა.
მოკლედ ადამიანი, რომელიც თქვენსკენ ნაბიჯს გადმოდგავს, როგორ იცნობთ, რომ ეს ის არის. პირდაპირ გექნებათ ისეთი განცდა, რომ თავის შორს დავიჭირო, კარგს არაფერს მოიტანს. შეიძლება ტყუილის რაღაცა ინტუიციამ გიკარნახოთ, რომ რაღაცაში ტყუის ეს პიროვნება. ან თქვენს ყოფილს გავდეს ქცევით, სიტყვებით, დაპირებებით და თქვათ, რომ ვაიმე არა. კარგად იყავი. ამ დინარეში მეორედ არ შევალო, ხო? კარგით, აბა ნახოთ დეტალები. ვარსკვლავი. ჩამოკიდებული კაცის მაღალი არკანი, ორი მაღალი არკანი. ნუ აქ პირდაპირ გეტყვით, რომ რაც არ უნდა თავი დაიცვათ და უარზე წახვიდეთ, აქ ბედის ხაზში ყავთ ეს პიროვნება, რომ აი ამაც უნდა შეხვდეთ, რაღაც დიალოგი შედგეს თქვენ შორის, ნაბიჯი უნდა გადმოდგას, შეიძლება აქ მართლაც იყოს ისეთი სიტუაცია, რომ სადღაც წახვიდეთ, გაერთოთ სადღაც, შეიძლება თქვენთვის სადმე დაქალებთან დასხდეთ, ან მეგობრებთან პირობითად და იქ მოვიდეს ადამიანი, რომელიც არ იყოს ფხიზელ მდგომარეობაში და აი ამ ფაქტმა ძალიან უკან დაგხიოთ. მაგრამ ნუ რაღაც მოწონება დაიმსახუროთ ესეთი ადამიანისგან ცოტათი გასართობ ხალხმრავალ ადგილას. მაგრამ აქ შეიძლება იყოს მართლაც ყოფილი პარტნიორის გამოჩენა ხალხმრავალ ადგილას, შეიძლება ეს იყოს ქუჩაში უბრალოდ ცეირნობდეთ და შემთხვევით შეხვდეთ ერთმანეთს, გადაკვეთა იყოს. რადგან აქ მე ვერ ვხედავ, რომ სოციალურ საიტზე გადმოდგას ადამიანმა ნაბიჯი, უფრო ეს არის რეალური ცხოვრება, ხო? თუ ეს ადამიანი ძალიან შორს ცხოვრობს, ვისაც გესაუბრებით, თქვენი ყოფილი პარტნიორი შორს ცხოვრობს, ვერანაირად ვერ შეხვდებით ან რაღაც გარემოებიდან გამომდინარე, ეს არის ახალი ნაცნობი. მაგრამ ასე მსგავსება ენერგეტიკით, ან ხმის ტემპრით, ან ჩაცმის სტილით, აი რაღაცით და პლუს ამას მოდის აქ რაღაცის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პიროვნება. ნუ შეიძლება იყოს რაღაც ისეთი სადღესასწაულო დღე და აქედან გამომდინარე, მაგრამ მაინც თქვენთვის რაღაც მიუღებელი სიტუაცია შეიქმნას. ესეთი ადამიანი დგავს თქვენსკენ ნაბიჯს. და რა მიზნით? ნუ ამ პიროვნებას პირველი მიზანი აქვს ის, რომ თქვენ დაგიახლოვდეთ, მოგხიბლოთ და იმ მიზნით გადმოდგავს ნაბიჯს, რომ თქვენი გული მოიგოს და დაგიახლოვდეთ და უფრო ესეთ ერთ-ერთზე დარჩეთ. აი მანზე დაგპატიჟოთ, სიტუაცია განავითაროს, თქვენთან სიახლოვე დაიკავოს. ახალი ნაცნობიც ამ განწყობით იქნება, რომ თქვენთან სიახლოვე მოუნდება და დაინტერესებული იქნება თქვენთან პაემანზე წამოსვლით და რა თქმა უნდა, ყოფილ პარტნიორსაც იგივე სიტუაცია ეხება, რომ რაღაც მომენტში თქვენთან განმარტოვება და მარტო აი სადმე მყუდრო ადგილას ესე შეხვედრა ან ესე სადმე დასხდებით დალაპარაკებას შემოგთავაზებთ. რა მიზანი აქვს ამას? Ეცით არის აი აქ გეტყვით ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, ყოფილ პარტნიორზე არ გირჩევთ, რომ მას მოусმინოთ და თითქოს თქვენი განწყობაც ჩემს რჩევას ემთხვევა, სრული არ გაგიჩნდებათ, რომ რაღაც მასთან კომუნიკაციაში შეხვიდეთ და ერთ-ერთზე დარჩეთ მასთან და არც ღირს კარტიდან გამომდინარე, ყოფილთან არ ღირს ეს, რადგან ამ პიროვნებას რაღაც ისეთი აქვს ჩაფიქრებული, რომ საბოლოოდ ისე რაღაც ნეგატიურ განწყობაზე დაგაყენებთ და იტყვით, რომ დრო დაკარგეთ. მაგრამ ახალ პიროვნებას, ახალ ნაცნობს შეგიძლიათ შანსი მისცეთ. ნუ რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი სურვილიდან გამომდინარე, უბრალოდ საფრთხის დონეს რო ვხედავ, რომ რამეს ცუდს მოიტანს. კარგი საუბრები, დროის გაყვანა, გართობა გიჩანთ ახალ ნაცნობთან. დაგემშვიდობებით პირველებო თქვენ. გადავინახოთ ჩვენ ნელ-ნელა მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მეორეებო. და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში ვინ გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს და ასევე ვნახოთ რა მიზნით. და პირდაპირ ასეთი იდუმალი ეშმაკის არკანი მოვიდა თქვენთან. ვინ გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს?
ну, აქ პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თქვენით ძალიან დაინტერესებული და მოხიბლული არის პირდაპირი გაგებით, ვიზუალური ნიშნით, აქვს თქვენზე ისეთი საკმაოდ ისეთი ინტიმური, ძალიან ისეთი ბნებიანი წარმოსახვები, წარმოდგენები, საკმაოდ ისეთი ტემპერამენტიანი ადამიანი არის და ну, აქ შეიძლება იმდენად არის საუბროს, პირდაპირ საქმეზე გადასვლით დაიწყოს, რომ აი შემხვდით და აშკარად მიხვდებით, რომ თქვენთან არის დაინტერესებული უფრო ფიზიკური ნიშნით. ამას ძალიან შეიმჩნევს, მაგრამ აქ კიდევ არის ესეთი ფაქტორები, რომ ეს ადამიანი როგორ იცნოთ კიდევ ამ ფაქტორის გარდა ძალიან მიმზიდველი და ლამაზია. აი, როგორი პიროვნებების თქვენ ხიბლავთ, როგორი ადამიანების თქვენ მოგწონთ ვიზუალურად და რომ შეხედავთ და იტყვით, რომ ჩემი ტიპაჟია მომწონს, ძალიან სიმპათიურია, ესეთი ადამიანი არის, საკმაოდ სოლიდურად ჩაცმული, მოვლილი. თქვენ სტანდარტებში ჯდება, უბრალოდ აი აქ არის ესეთი მომენტი, რომ აქ ნაბიჯს გავს ადამიანი თქვენთან რაღაც გარანტიებით და ურთიერთობის აშენებით და ფუნდამენტით არა, პირდაპირ სასურველი მიზნის მიღწევით, ანუ მინდა რომ ჩემი გახდე, ჩაგიფიქრე და მინდა რომ ესე მოხდეს, აი ძალიან თამამი განცხადებებით, ხო? და შეიძლება აქ იყოს ადამიანი თქვენთან შედარებით რაღაც გარემოებებზე ან ვიღაცებზე დამოკიდებული. დიდი ცდუნება მოდის თქვენთან, მაგრამ აქ თითქოს თავს მოერევით და რაღაც შემთხვევაში თითქოს უარზე დგებით თქვენ. შეიძლება აქ ის ფაქტორებიც იყოს, რომ ეს ადამიანი ან თქვენზე პატარა იყოს ასაკით, ან მესამე ფაქტორებიდან გამომდინარე უკან დაიხიოთ. დაამთავროთ მასთან ეს დიალოგი, აუკრძალოთ ამაზე ლაპარაკი. თუ ასეთ შემთხვევა იყო და ესეთი პიროვნება გეგულებათ და ფიქრობთ, რომ მასთან უკვე დავამთავრე ყველაფერი და კატეგორიულად უარი ვუთხარი, ამ ადამიანს შეერთვება უფრო მეტი ბრძოლის უნარიანობა, ეგრეთ წოდებული ჟილკა, ამ სიტყვას გამოვიყენებ თქვენის ნებართვით და თქვენთან მაინც მოვა ეს ადამიანი, ძალიან შემტევი არის, ძალიან მიმართული არის, მაგრამ ეს პიროვნება რაღაცაზე არის დამოკიდებული, ან ისე მშობლებთან ცხოვრობს, ან შეიძლება სამსახურის განრიგი აქვს ისეთი, რომ გამუდმებით ვიღაცაზე არის დამოკიდებული, ან შეიძლება იყოს შეიძლება თქვენ იყოთ რაღაც ორგანიზაციის მფლობელი და თქვენი ხელქვეითიც კი იყოს ეს ადამიანი. ან ერთ კომპანიაში სადღაც მუშაობდეთ და თქვენზე ცოტა დაბალი რანგით იყოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კუთხით. რა მიზანი აქვს თავიდანვე აბსოლუტურად გამოვლინდა ამ ადამიანს, რაც თქვენ დაგინახათ და რაც თქვენ მის გარემოცვაში ტრიალებთ, მოსვენება აქვს დაკარგული, სულ ოცნებებში და ფანტაზიებში არის და მხოლოდ თქვენთან აქვს ესეთი ილუზიები და ფანტაზიები და რაღაც იდეა ფიქსად ექცა თქვენთან ამ თავისი სურვილების დაკმაყოფილება. ესეთი პოზიცია გამოგვივიდა მეორეებო, თან აქ მოდის კიდევ ესეთი არკანი და მიუხედავად იმისა, რომ ხართ ძალიან ჩამოყალიბებული და კატეგორიულად გაქვთ გადაწყვეტილი, რომ ამ ნაბიჯს არ გადადგავთ, იცოდეთ, რომ ამ პიროვნებას აქვს იმის ძალა, რომ რაღაც ისეთი ხელსაყრელი მომენტი შეარჩიოს და რაღაცაში გაწტუნოთ, ანუ მაინც ფრთხილად იყავით, ვისაც კატეგორიულად არ აქვს სურთ ამ ნაბიჯის გადადგმა. აი ესეთი ადამიანი მოდის თქვენთან, დაგემშვიდობებით. გადავინაცვლოთ მესამე პოზიციაზე, მოგესალმებით, მესამეებო და ვნახოთ, ვინ გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს და ასევე გავიგოთ რა მიზნით. აქ ძალიან ენერგიული, თავისუფალი ადამიანი არის,
სიცოცხლის უნარიანი, სიცოცხლე რომ უყვარს, ისეთი არის. ყოველი დღე რომ უხარია, პრობლემები რომ არ აქვს, ძალიან პოზიტიურია ეს ენერგია. იმდენად შესამჩნევია, რომ ის რომ თქვენზეც გადმოვათ უსტრესში ხართ, მით უმეტეს ძალიან გაგამხიარულებთ, დიდ ბედნიერებას მოიტანს. აქ ახალი ნაცნობი არის, ან შეიძლება ეს იყოს დისტანციაზე მყოფი ადამიანი, სადღაც წახვიდეთ და იქ გაიცნოთ, გზაში გაიცნოთ, გადაადგილების დროს მოგზაურობაში წასვლაც შეიძლება მოვიაზროთ, რაღაც მოგზაურობა დაგეგმეთ, ან ვიკენდის გატარება ქალაქგარეთ დაგეგმეთ და იქ გაიცნობთ ამ ადამიანს. საკმაოდ აქტიური არის, როგორ იცნობ, თუ ყავს მოგზაურობა, გზაში დიდ დროს ატარებს, შეიძლება მანქანების მოყვარული იყოს, ან მოტოს მართავდეს, მოტოციკლებს, ესეც შეიძლება იყოს და ჰქონდეს ესეთი ჰობი, ესეთი ცოცხალი თამსვლელი შეიძლება იყოს, აი ფეხით ძალიან ბევრს მოძრაობს, ასევე ტრანსპორტით ძალიან ბევრს მოძრაობს და ძალიან ესეთი საინტერესო ტიპი არის. ენერგია. პირდაპირ რომ გაიცნობთ, იტყვით, რომ ნეტა მისი ენერგია მეც მქონდეს. შეიძლება თქვენ ძალიან აქტიური ადამიანი ხართ, მაგრამ ამ ადამიანის ენერგიულობა ძალიან შესამჩნევია. კიდევ აქ მოდის ის მომენტი, რომ ეს ადამიანი არის განქორწინებული, ან პროცესში არის განქორწინების, ამ თემაზე ისაუბრებს, თავს მოგახოთ, თავის პრობლემას თქო არა, რადგან პრობლემა აღარ წაღიქვავს, შეიძლება რაღაც მომენტი მქონდეს ისეთი, რომ ანუ 3 წელი თქვათ არ არიან ურთიერთობაში, მაგრამ აი ახლა გადაწყვიტეს, რომ ოფიციალურად განქორწინდნენ და რაღაც აი ამ საქმეების მოგვარებაში იქნება ეს ადამიანი ქართული და ისეთი შეგუებული არის, რომ ამ ნაბიჯს გადადგავს და იმდენად ლოგიკური გაგრძელება არის მისთვის, რომ ეს ურთიერთობა უკვე დასრულებულია და დამთავრებული არის, რომ თქვენ ამ ამბავს არ მოგიყვებათ დრამატული ან ისეთი სევდანარევი ტონით. უბრალოდ ფაქტი არის ასეთი, რომ აი ასეთ მდგომარეობაში იქნება ან პროცესი იქნება ასეთი, რომ აი რაღაც მთავრდება მის ცხოვრებაში და თქვენთან ნახეთ როგორ არის აი შეიძლება იფიქროთ, რომ ჯერ ის არ აქვს დამთავრებული და ახალს იწყებს და ჩემთან ესე ენერგიულად იქცევა და მოვწონვარ და არც მალავს და ძალიან ისეთია ხო, აი აჟიტირებულია და რაღაც ისე შეხედოთ, მაგრამ აი აქ რატომ გავუსვი ესე ვთქვათ იმ ფაქტს ყურადღება. იმიტომ მივაქციე, რომ ეს ადამიანი არ დარდობს ამ ვითარებას, არა იმიტომ რომ უგულოა ან რაღაც ასეთი, უბრალოდ შეგუებული არის უკვე ამ ამბავს და თქვენ რომ შეგხვდებათ, უკვე მზად იქნება, რომ ახალი ურთიერთობა წამოიწყოს და აქ ნათლად მოდის ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი თქვენთან საინტერესო თავგადასავლებს დაინახავს, საინტერესო სტარტს დაინახავს, საინტერესო აი თითქოს თვალებს დახუჭავს და წარმოიდგენს, როგორ მიდიხართ სადღაც ერთად და მოეწონებით, როგორც პარტნიორი, როგორც შესაძლო მომავალი პარტნიორი განგიხილავთ და ამიტომ დაინტერესება თქვენთან კომუნიკაციაში შემოსვლით და საკმაოდ ისეთი აჩქარებული ტემპით დაიწყებს თქვენთან ურთიერთობას, რადგან თვითონაც ესეთი ენერგიული არის და არ უყვარს ერთ ადგილას არც ყოფნა და არც სიტუაციის გაჩერება. ისი მიზანი ეს არის ახალი ურთიერთობის დაწყება, ტოქსიკური გარემოები არ უყვარს, არც გლოვისკენ არის მიდრეკილი, ფიქრობს რომ რაც მთავრდება იმისთვის მთავრდება რომ რაღაც ახალი უკეთესი საინტერესო დაიწყოს და იქ თითქოს სწორ დროს შეხვდებით ერთმანეთს. მიზანი თუ თქვენც ახლა რთულ ურთიერთობაში ხართ ან ცუდად დაამთავრეთ ურთიერთობა, თითქოს აი თქვენ აქ უფრო დარდიმეტი გაქვთ პარტნიორთან განშორების ან პარტნიორთან ურთიერთობის
ტოქსიკური ფაზის და ეს ადამიანი რომ შემოვა თქვენს ცხოვრებაში, აბსოლუტურად აი ამ დარს გაფანტავს და სულ სხვა თვალით დაგანახებთ იმ პრობლემას, რასაც ახლა ძალიან განიცდით. შეიძლება გქონდეთ ეს მომენტი, რომ რაღაც ცხოვრებისეული, პირადი, სასიყვარულო ურთიერთობები ვერ დაამუშავეთ და რაღაც გაწუხებდეთ ამ ფაქტის გამო და აი ეს პიროვნება განმარტავს ნაბიჯს თქვენთან და თითქოს აი ამოატრიალებს თქვენს თვალთახედვას და სულ სხვა თვალით შეგახედებთ ამ პრობლემაზე, იმიტომ რომ თვითონ ძალიან მსუბუქი არის და მიხვდებით, რომ დრო არის რაღაცები, რაც წარსულიდან მოგდებთ გაუშვათ და დაიწყოთ რაღაც სიახლე. ანუ მე აქ არ გეუბნებით, რომ მაინც და მაინც ესე პირდაპირ წყვილში შეხვალთ, ყველაფერი მაგრად წავა. ნუ ძალიან კარგი სტარტი ჩანს და მე როგორ რა თქმა უნდა თქვენზე იქნება ორივეზე დამოკიდებული, როგორ განავითარებთ ურთიერთობას, მაგრამ მე აქ ხვდები, რომ თქვენც მოგეწონებათ მასთან კომუნიკაცია და კომუნიკაციის გაგრძელების პერსპექტივები ჩანს. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.